ინფექცია, რომელიც ადამიანზე შინაური ცხოველებისგან ვრცელდება, ტოქსოპლაზმოზი და ტოქსოკარაოზი. სპეციალისტები ბოლო პერიოდში გავრცელებულ დაავადებებზე საუბრობენ. საშიში პარაზიტი, რომლის მატარებელიც კატა და ძაღლი ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გზით ხვდება, მათ შორის პირდაპირი კონტაქტით. ინფექცია განსაკუთრებით საშიში ორსულებისთვის და ბავშვებისთვისაა. ორსულების შემთხვევაში ტოქსოპლაზმამ შესაძლოა გამოიწვიოს მკვდრად შობადობა, ბავშვების შემთხვევაში კი თავის ტვინის დაზიანება და მძიმე სისტემური დაავადებები. ეს რეპორტაჟი არ არის შინაური ცხოველების წინააღმდეგ მიმართული. ეს არის რეპორტაჟი ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე. სპეციალისტები აფრთხილებენ მშობლებს გაამკაცრონ როგორც ცხოველის მოვლის, ისე ბავშვის ჰიგიენის პირობები. მარიკა გოცირიძე მიმუშავა თემაზე. დადასტურებული მაგალითად ასე 10-20 ასე გვაქვს. თვეში? დიახ. პარაზიტოლოგიის ცენტრის ლაბორანტი ადამიანებში მწვავე ინფექციის, ტოქსოპლაზმოზისა და ტოქსოკაროზის შემთხვევების ზრდაზე საუბრობს. ესენია. ეს არის ტოქსოკარას პარაზიტები, რომელიც ძირითადად კატებსა და ძაღლებში ვრცელდება, თუმცა ბოლო პერიოდში ადამიანების ინფიცირების მიზეზი გახდა. ძაღლში ნაწლავში ცხოვრობს. ადამიანში, ქსოვილებში, შინაგან ორგანოებში, ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურყვანში ასე შემდეგ. ტოქსოპლაზმას პირველ წყარო კი მხოლოდ კატაა. ეს პარაზიტი ერთუჯრედიანი და თვალით უხილავია. მისი აღმოჩენა ლაბორატორიას მხოლოდ სეროლოგიურად, ანუ სისხლის კვლევით შეუძლია. არის ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელსაც საერთოდ არ აქვს სიმპტომები და უსიმპტომოდ გადადის ეს დაავადება, თუმცა ზოგ შემთხვევაში იწვევს ძალიან სისტემურ გენერალიზირებულ დაავადებას, აი მაგალითად ტოქსოპლაზმოზის შემთხვევაში ურსულები, რომელთა შემთხვევაში განსაკუთრებულად მძიმებით მიმდინარეობს ეს დაავადება და როგორც წესი იწვევს მკვლელშობადობასა, ნაყოფის განვითარების ანომალიებს და მეორე ჯგუფი არის პაციენტების, რომლებსაც აქვს ძალიან ისეთი სუსტი იმუნური სისტემა, ტოქსოკაროზის შემთხვევაშიც ასევე სისტემური დაავადება, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი გამოვლენებები აქვს და განსაკუთრებით ხშირად ხდება ბავშვებში და აი ბოლო პერიოდში ნამდვილად აღინიშნება ამ ტოქსოკაროზის შემთხვევების მკვეთრი მომატება. ადამიანის ორგანიზმში პარაზიტები შეიძლება მოხვდეს არა მხოლოდ ცხოველთან უშუალო კონტაქტით, არამედ ცხოველის ფეკალიების ბუნებაში გაბნევის გზითაც. მაგალითად, მაშინ, როდესაც ბავშვი თამაშობს სივრცეში, სადაც ხვდებიან ინფიცირებული ცხოველები. ან შეიძლება ცხოველმა ექსკრემენტებით დაინფიციროს ნიადაგი ბოსტანში და ამ ბოსტნიდან პროდუქტმა გადაიტანოს პარაზიტი ადამიანში. ანალოგიურად შეიძლება დაინფიცირდეს ღორი ან საქონელი და მათი თერმულად დაუმუშავებელი ხორცი გახდეს ინვაზიის წყარო. ამგვარად პარაზიტებს გზა ოთხფეხა მეგობრიდან ადამიანამდე ბევრი აქვთ. ადამიანი კი მათი ბოლო მასპინძელი, ანუ ეს დაავადება ადამიანიდან ადამიანზე აღარ გადადის. მოწყვლადი ჯგუფები განსაკუთრებით ორსულები და ბავშვები არიან. გეგმიური ორსულობის დროს წინასწარ რო გამოიკვლიოს დედამ თავი ეგრეთ წოდებულ ტორჩ ინფექციები არსებობს, რომელსაც რამდენიმე ინფექცია არის შედის და ერთ-ერთი არის ტოქსოპლაზმოზი. ამიტომ მისი გადაცემა როგორც ნაყოფის გზით საშიშია, ისე ბავშვებში თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი არსებობს, რომელსაც ტრიადა ახასიათებს, შეიძლება დაზიანდეს ნერვული სისტემა, თვალი, ორივე შემთხვევაში ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს და სხვადასხვა ორგანოები, რომელიც არც ისე კეთილსაიმედო გამოსავალი აქვს ხოლმე ყოველთვის. როდესაც ბავშვს ექნება უმადობა, ღებინება, კუჭნად ლავისფრი მუცლის ტკივილი, შეიძლება ცხელებაც იყოს გამოხატული, შეიძლება გაკეთეს სეროლოგიური კვლევა, თუ ეჭვი შეგვეპარება, რომ ეს პარაზიტული დაავადება და ამ გზით შეგვიძლია რომ აღმოვაჩინოთ. მიუხედავად პარაზიტული ინფექციის გავრცელების საფრთხისა, პედიატრები ხაზგასმით აღნიშნავენ იმასაც, რომ ბავშვის ცხოველთან ურთიერთობა სასარგებლოა მისი პიროვნული განვითარებისთვის. თუმცა მშობლებს აფრთხილებენ გაამკაცრონ როგორც ცხოველის მოვლის, ისე ბავშვის ჰიგიენის პირობები. ექსპერიმენტებს უნდა მოვლა ეს კულტურა, მთელ მსოფლიოში მიღებულია, დაყვებიან ამ ცხოველს და სპეციალური ხელთათმანით იღებენ ამას. თუ ესე არ მოხდა და დაირღვა აი ეს ექსპერიმენტი, შეიძლება ბავშვმა თამაშის დროს, თქვათ, მიწასთან ერთად ფრჩხილებში და ხელის ფალანგებში მოხდეს, ან უბრალოდ სათამაშო ჩაუვარდეს და პირში ჩაიდეს. გარეთ გაყვანის შემდეგ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან კარგად დაუმუშაოთ ხელები. ფრჩხილები უნდა ქონდეთ ღრმად მოჭრილი საერთოდ ბავშვებს, იმიტომ რომ არა მარტო ეს პარაზიტები, სხვა ჭიებიც არსებობს და სხვა პარაზიტები, რომლებიც ასევე პირის ღრუში მოხვედრის დროს და კუჭნატყავის ტრაქტში იწვევს ჰელმინთოს. პირადი ჰიგიენის გარდა მნიშვნელოვანია ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა. ხორცის შემთხვევაში კი მისი მაღალ ტემპერატურაზე მომზადება, მაგრამ მანამდე ყველაზე აუცილებელი და პირველადი პრევენცია პირველი მასპინძლების, ანუ ცხოველების ჯანმრთელობაა.
ძაღლებზეც არის და კატებზეც. ზოგადად პარაზიტებზე დამუშავება აუცილებელი. პარაზიტები, ტოქსაკაროზი, ასკარიდოზი და ასე შემდეგ, რომ არ განვითარდეს შემდეგ და პრობლემები არ შეუქმნას ჯერ ცხოველს და შემდეგ უკვე მის მფლობელს. ამ პრობლემების თავიდან არიდების პასუხისმგებლობა ცხოველების მფლობელებს აქვთ. ამის დასაცავად საჭირო აუცილებლად პერიოდულად მიცეთ ცხოველს პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატები. 3 თვეში ერთხელ არის რეკომენდირებული. პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე ჩვენ ცხოველებისთვის აუცილებელია მიცეთ ისეთი ჯანსაღის საკვები, შინაურ ცხოველებს, ანუ შინაურ კატებს მიცეთ ჯანსაღის საკვები, არა ომი ხორცი, ომი ხორცისგანაც გადადის. ქუჩის ცხოველებში უფრო ხშირად არის ეს, იმიტომ რომ მისი მიირთმევენ ბინზურ საკვებს და ასე შემდეგ და მადვილად ხდება მაგათ დასნებოვნება და მეტად მატარებლები არიან. პარაზიტული ინფექციები, ტოქსოპლაზმოზი და ტოქსოკაროზი ვერაგი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა თუ ადამიანის სწორად უპატრონებს ცხოველს და მიჰყვება სპეციალისტების რჩევას, 4 ფეხა მეგობრებთან თანაცხოვრება უსაფრთხოა.